ძლიერი საქართველოს წარმომადგენლების თქმით, გორში აღმაშენებლის ქუჩაზე მათი მაჟორიტარობის კანდიდატი ირმა გოგიაშვილი ავტოსაგზაო შემთხვევას სასწაულით გადაურჩა, როდესაც იგი ზებრა გადასასვლელზე გადადიოდა. დიდი სიჩქარით მომავალი ავტომობილი ეჯახებოდა, სადაც სავარაუდოდ გოგიაშვილის თქმით სამართალდამცავები ისხდნენ. ძლიერი საქართველოს წევრები დაუსჯელობის სინდრომზე საუბრობენ და ამბობენ, რომ შესაძლოა ეს იყოს დაშინების მცდელობა. ადგილზე სამართალდამცავები მუშაობდნენ. თეთრი მანქანა მოდიოდა, რაღაცა შეფერილობის მანქანა იყო. ეს არ იყო მოქალაქის მანქანა, ნუ რაღაცა ორგანოს მანქანა იყო. ხო, მქონდა გააზრებული, რომ ჩემი გადასასვლელი იყო, დათმობის ვალდებულება მქონდა და დავიწყე მოძრაობა. მაგრამ რო შევხედე, რომ ეს მანქანა მიახლოვდებოდა, მე უკვე ფაქტიურად გადმოვირბინე აი ამ ქვეითის ზებრაზე, ეგრეთ წოდებულ ზებრაზე და რო გამწდა ეს სიჩქარე არ შეუნელებია, შემოვტრიალდი გამწარებულმა და მივაძახე რა საკეთებთ მეთქი, რა გწროლიათ მეთქი. ნუ პოლიციის მანქანას გავდა. შემიძლია ამოვიცნო ორივე ვინც იყო, ორი იჯდა მანქანაში. მართალდამცავებს ყველაფრის უფლება აქვთ მიცემული და როგორც უნდა ისე მოძრაობენ. გზებზეც მოქალაქეებსაც ისე ექცევიან, როგორც თვითონ უნდათ და ამისი მომკითხავი და პასუხისმგებელი უარავინ არ გახდება და აი ეხლაც ფაქტიურად ისე გამოდის ამდენი კამერების წინა შეიძახიან, რომ კამერები ვერ დააფიქსირეს, დროს ზუსტად ვეუბნები და ამ ხელა არის აღმაშენებელი ზუსტად ვიცი საიდან მოდიოდა ის მანქანა ამ ფაქტიურად ამ გამზირზე მოქმედებდა და მოძრაობდა და თავისუფლად შეიძლება ამდენი ობიექტიდან ერთ-ერთი მაინც იყოს ისეთი, რომ დააფიქსიროს. მოგეხსენებათ, რომ ქალბატონი ირმა არის ძლიერი საქართველოს ლელოს მაჟორიტარობის კანდიდატი, ამიტომ რა თქმა უნდა ორმაგი დატვირთვა ენიჭება ამ საქმეს, რადგან გვაქვს შესაბამისი ეჭვები და კითხვები იმასთან დაკავშირებით, რომ მისი ერთგვარი დაშინების მცდელობა მიმდინარეობს. ვნახოთ, იმედია, რომ გამოიძიებენ საქმეს და რაც მთავარია, გამოიძიებენ დროულად, იმიტომ რომ ადგილობრივი არჩევნები არის კარზე მომდგარი და ახლა აი ეს დაშინების ფაქტები ნამდვილად არ უნდა იყოს.